რომ ხართ ჩვენთან ერთად დღის ბოლოს ვიცით რომ ბათუმში იმყოფებოდით და ადგილზე ეცნობოდით პროცესებს მთავრობის მეთაურთან ერთად. თქვენ წუხანდელ განცხადებაში ბათუმის მოვლენების პოლიტიკურ სარჩელს გაუსვით ხაზი და თქვით, რომ ეს მართული პროცესი იყო. მოდით კონკრეტულად ვისაუბროთ, ვინაიდან საზოგადოებასაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა დასრულდეს ზოგადი განცხადების კეთება, როდესაც ვიღაცის ბრალეულობაზეა საუბარი. ვინ დგას ამ დესტრუქციის უკან? ჩვენ შეგვიძლია დღეს უკვე ამ მიმართულებით გავაკეთოთ კომენტარი. მოგესალმებით, ირაკლი, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მე სანამ თქვენს შეკითხვებს გავცემდე პასუხს, მინდა ვისარგებლო დღევანდელი ეთერით, რომ მაქვს შესაძლებლობა თქვენს კითხვებს უპასუხო. მე სანამ ჩავერთვებოდი, თვალი გადავავლე საზოგადოების მოსაზრებებს ზოგადად სოციალურ ქსელში და მინდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმ ერთსულოვნებისთვის და სამოქალაქო შეგნებისთვის, რაც ჩვენმა ქვეყნის მოქალაქეებმა დააფიქსირეს. მე მინდა ასევე ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო ჟურნალისტებს, თქვენ, ასევე ოპერატორებს, ვინც პირველივე წუთებიდან ჩართული იყო ამ ყველაფერში და შეძლებლის და გვარად იქნებოდა მოსახლეობას აძლევდნენ შესაძლებლობას თვალი ედევნებინათ პირდაპირ ეთერში თუ რა მდგომარეობა იყო და რა ხდებოდა. მე დღეს გავაკეთე შეფასებები ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და მართლაც ძალიან მძიმე ღამე იყო ბათუმისთვის, ბათუმელებისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის. აშკარად ჩანდა, რომ ეს იყო მართული პროცესი, ძალიან მძიმე იყო სანახაობრივად ის ყველაფერი თუ რაც ხდებოდა, ეს იყო ვანდალური ფაქტი და შესაბამისად ყველა დამნაშავე, ვინც მონაწილეობდა, ვინც დაგეგმა ეს ყველაფერი, აუცილებლად კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. გამოძიება დაწყებულია. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო მართული პროცესი. კონკრეტული პიროვნებების შეგვიძლია რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია თუნდაც დავასახელოთ, ვინც იდგა ამ არეულობის უკან. ძალა. მოდი აი ჩვენ თუ გადავხედავთ გუშინდელ განცხადებებს, აშკარად გამოჩნდება ის პოლიტიკური ძალა, თუ ვის ინტერესში იყო მომხდარიყო დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე, განსაკუთრებით ეს ძალიან სახიფათოა, ისეთი განცხადებები კეთდებოდა და ნახავთ, რომ იყო კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ ამ ვანდალიზმს, რაც ხდებოდა ბათუმში. ასევე იყო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ქალაქებში ხდებოდა მოწოდებები, რომ გამოსულიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადებინათ ვანდალიზმს. გულისხმობთ ნაციონალურ მოძრაობას? ნათელია. დიახ, მე ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ამ ყველაფერს და ზუსტად ამის გამო იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ასეთი ერთსულოვანი. ბატონ კახა, პრემიერი ამბობს, რომ წუხელ ძალიან სახიფათო ზღვარზე გაიარა ქვეყანა. რა საფრთხის წინაშე იდგა რეალურად სახელმწიფო? მართლაც ძალიან მძიმე იყო, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანების ერთმა გარკვეულმა პატარა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ფეხქვეშ გაეთელა ფაქტიურად ამ 25 წლის განმავლობაში, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ოფლით, შრომით, ბრძოლით მოიტანა და ეს არის დემოკრატია, ეს არის სიტყვის თავისუფლება. დღეს რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის თავისუფალი, არის აბსოლუტურად თავისუფალი გარემო ქვეყანაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი აზრის გამოხატვა უნდა წავიდეს იმ მიმართულებით და იმ ფორმაში, რაც გუშინ საღამოს განვითარდა. ყველაფერს აქვს თავისი წესი, თავისი კანონი, არსებობს ჩარჩოები და შესაბამისად ყველას მოუწევს ამ ჩარჩოებში შეინარჩუნოს და დააკმაყოფილოს თავისი აზრის გამოხატვა. მართლაც, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. მე მინდა ჩვენს პოლიციას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, რადგან მართლაც არ იყო იოლი მათი საქმიანობა. და მინდა გითხრათ, რომ პოლიცია არის როგორც ასეთი განახლების პროცესში და მე მხედველობაში მაქვს ის, რომ ეს არის იდეური განახლება, პოლიცია არ არის პოლიტიზირებული, ის არ ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოს, პოლიცია იცავს კანონს და იცავს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და მათ უფლებებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა. გასაგებია, ჩვენ ცოტა ხანში ასევე შემოგვერთება შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც უფრო დეტალურად ისაუბრებს თუ რა როლი ეკისრებოდა და პასუხისმგებლობა წუხელ ღამით ძალოვან უწყებას. ბატონ კახა,
ბოლო დროის განმავლობაში ხელისუფლება რამდენჯერმე აღმოჩნდა საკმაოდ მძიმე გამოწვევების წინაშე და ეს არ იყო მხოლოდ წუხანდელი ღამე. გავიხსენოთ დეკანოზის საქმე, სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავეორის შესახებ და ბოლოს როგორც უკვე დღევანდელი გადაცემაც ამაზე მეტყველებს წუხანდელი მოვლენები. ბევრი საფრთხე ხომ არ არის ამ მცირე დროის მონაკვეთისთვის. როგორია თქვენი ანალიზი? როდესაც გამოწვევებია, ვფიქრობ ეს ნორმალურია. მთავარი არის რომ ჩვენ ვართ მართალი და შესაბამისად ყველა ამ გამოწვევას ღირსეულად უპასუხებთ. რაც შეეხება საპატრიარქოს, მე ვფიქრობ საპატრიარქოში შიდა რუტინა ჩემი გასარჩევი არ არის, კონკრეტულად დეკანოზის საქმეს რაც შეეხება ეს საზოგადოება მიცის მიმდინარეობს გამოძიება, იხილა ის ვიდეო აუდიო მასალა, რომელიც მართლაც ძალიან მძიმე იყო პირადად ჩემთვისაც, მოსასმენად და ასევე ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვისაც. რაც შეეხება რუსთავეორის საქმეს, მე რჩები ჩემ მოსაზრებაზე, მე ამასთან დაკავშირებით რამოდენიმეჯერ მომიწია კომენტარის გაკეთება. დღეს საქართველოში სიტყვის თავისუფლება არის დაცული. არც ერთ მედია საშუალებას და მათ შორის არც რუსთავეორს არანაირი პრობლემა არ აქვს. არც მაუწყებლობასთან დაკავშირებით, მათ აქვს შესაძლებლობა აწარმოონ ისეთი სარედაქციო პოლიტიკა, როგორიც მათ სურს. ეს შეიძლება იყოს მიკერძოებული და ჩვენ ვიცით რომ ეს არის მიკერძოებული, ჩვენ ვიცით რომ ეს არის პარტიული ტელევიზია, თუმცა მათ აქვთ ყველანაირი უფლება, ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ მაუწყებლობამ გააგრძელონ ყველანაირი პრობლემების გარეშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ მედია პლურალიზმს და მივესალმებით ამ ყველაფერს. რაც შეეხება თვითონ სტრასბურგს, დაველოდოთ ეს არის სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომ აღსრულების ნაწილში მათ მოითხოვეს შეჩერება და ის რომ ჩვენი ოპონენტები ტირაჟირებენ და პროპაგანდას ეწევიან თითქოს საქართველოს არის მხარე, როდესაც ნებისმიერი საქმე არ არის მხოლოდ რუსთავეორის, ნებისმიერი საქმე რომელიც სტრასბურგში მიდის განსახილველად, ყველა საქმეზე მოპასუხე მხარედ არის წარმოდგენილი საქართველოს. ასე რომ დაველოდოთ თუ რა როგორ იქნება და უახლოეს მომავალში დარწმუნებული ვარ ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერი გახდება. ჩვენ ასევე ველოდებით წუხანდელი ღამის მთავარი შემოქმედების დასახელებას და გამოძიების შედეგებს. თქვენ აღნიშნეთ რომ გამოწვევები არის ნორმალური, ასევე გადაცემის დასაწყისში ახსენეთ რომ გაეცანით მეტნაკლებად საზოგადოების პოზიციას და რეაქციებს სოციალური ქსელის მეშვეობით. აქედან გამომდინარე დავსვამ შემდეგ კითხვას. რა ასწავლა ხელისუფლებას ბათუმის წუხანდელმა მოვლენებმა? ეს შესაძლოა თქვა რიტორიკული კითხვა, მაგრამ მაინც საინტერესოა, რადგან საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ თქვენ ზედმეტად ფრთხილად იმოქმედეთ წუხელ. რატომ მოხდა ასე? რას მოერიდა რეალურად ხელისუფლება? ირაკლი, გულწრფელად გეტყვით, ჩვენ ხელისუფლებაში არ მოსულვართ იმისთვის, რომ რაიმე გვესწავლა. თქვენ იცით, რომ ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს და მე მინდა გითხრათ, რომ გუშინ პოლიციის ქმედება იყო აბსოლუტურად ზომიერი, აბსოლუტურად მნიშვნელოვანი იყო მათი ქმედებები ზუსტად იმ დროს, როდესაც ამის საჭიროება და ამის აუცილებლობა იყო. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო თითოეულ მათგანს. მე მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ვერავინ ვერ გაბედავს ქვეყანაში არეულობის მოწყობას. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 90-იანის მძიმე წლები. თუ რა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, თუ რას ნიშნავს ურთიერთდაპირისპირება, რას ნიშნავს სისხლის ღვრა, ეს ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს და არავის არ მივცემთ ჩვენ იმის უფლებას და იმის საშუალებას ქვეყანაში მოაწყოს დაპირისპირებები, ქვეყანაში მოაწყოს გადატრიალებები და ხელისუფლების დამხობა. არსებობს თანამედროვე გზა, ეს არის არჩევნები და არჩევნების გზით ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ მიიღოს მონაწილეობა, წარმოუდგინოს თავიანთი ხედვა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და მოსახლეობამ არჩევნების გზით, როგორც ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში და არა გადატრიალებებმა და დამხობებმა. ჩვენ ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს და ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ. ყველა უმკაცესრად დაიჯება, ვინც კანონის ფარგლებში არ იმოქმედებს და კანონს დაარღვევს. რითი ვართ დაზღვეული, რომ როგორც თქვენ ამბობთ, გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ პროვოცირებული მოვლენები ვითარებას კვლავ აღარ დაძაბავს და აღარ აირევა სიტუაცია?
ნუ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გაკეთებული განცხადებები ჩვენი მხრიდან, არსებობდა ინფორმაციები, რომელიც მოდიოდა ჩვენი ოპონენტების შიდა სამზარეულოდან, თუნდაც არჩევნების წინ გეგმავდნენ არეულობის მოწყობას ქვეყანაში, გეგმავდნენ ყოფილიყვნენ დესტრუქციულები, რადგან მათ მშვიდობიანი გზით არჩევნების გზით იცოდნენ, რომ არანაირი შესაძლებლობა, არანაირი შანსი არ ჰქონდათ იმისთან, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. ასე რომ შესაბამისი სამსახურები გააგრძელებენ თავიანთ მუშაობას და საზოგადოება ხალხი ხედავს ყველაფერს. სიმართლე არის ხალხის მხარეს, სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც მინდა ვთქვა, გუშინ და დღეს აშკარად გამოჩნდა ერთობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, მთავრობის და შესაბამისი სამსახურების და მინდა გითხრათ, რომ ამ ერთობის ფასი არის მშვიდობა. მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად წინ წავიდეს. თუ ქვეყანაში იქნება არეულობა, თუ ქვეყანაში იქნება დესტრუქციული ძალების ქმედებები, წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება, ქვეყნის წინსვლა. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მადლობა იმ მხარდაჭერის და თანადგომისთვის, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობთ ამ ადამიანებს. მადლობა, ბატონ კახარო, მიყავით ჩვენთან ერთად.